ავატარი 3 ალი და ფერფლი უკვე შეგიძლია მოიძებნო ონლაინ ქართულად, ასევე სერიალის უკანასკნელი დარჩენილი სამურაის პირველი სერიაც, რისი გახმოვანებას რა თქმა უნდა გრძელდება და ამ ყველაფრის მიზეზი და შემოქმედი არის ჩემი გვერდის მეგობარი კინოსაიტი, ასე რომ დარჩი ჩემთან ბოლომდე, დაალაიქე, გამომიწერე და მე კი გადავედი ინფორმაციაზე. დავიწყოთ ალბათ ყველაზე მთავარი ავატარი 3 ალი და ფერფლით. ეს ფილმი თქვენთვის თარგმნა კინომიღმა წერტილმა კომმა და ამ გუნდზე მე აუცილებლად მოგაწვით ვიდეოს ბოლოში კარგ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება ფილმს, ეს იყო 2025 წლის ყველაზე მოსალოდნელი ფილმი. ამ ფილმში ჩვენ უკვე გავიცნობთ ამ უცხოურ პლანეტელების ისევ ახალ კლანს. ფილმში თქვენ გელოდებათ მაგარი ექშენი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ლამაზი კადრები, ასე რომ მოიმზადეთ სასუსტნამები და ჩაუჯექით. და მეორე მთავარი პროექტი, რასაც კინომიღმა წერტილი კომი თარგმნის თქვენთვის, ეს არის სერიალი უკანასკნელი დარჩენილი სამურაი, რისი პირველი სერიაც უკვე თარგმნეს და დადეს მათ გვერდზე და მისი გადათარგმნა რა თქმა უნდა გრძელდება. ეს არის ფაქტიურად Squad Game ან კალმარების თამაშის იაპონური ვერსია, ასე რომ ვთქვათ, ოღონდ სამურაების ფილოსოფიით და ბრძოლა გადარჩენისთვის. ხოლო კარგი ინფორმაციას რაც შეეხება კინომიღმა წერტილი კომთან ერთად ჩემ გვერდთან მეგობრობს კიდევ ორი კინოსაიტი, სულ არიან 3 და ეს გუნდები რა თქმა უნდა ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ იმის გამო რომ ისინი შემოდიან ამოწმებენ თუ არა აინტერესებს საზოგადოებას, ეგეთი ვიდეო ზუსტად ჩემ გვერდზე მაქვს, სადაც აწერია ხმის მიცემა და აი შენ რომ მიდიხარ სახში და ეს როდის ითარგმნება ქართულად მე უყურებ ან რაღაცა, შენ შეგიძლია უკვე გავლენა მოახდინო, შემოხვიდე ჩემ გვერდზე ხმის მიცემაში. შეიტანო ის პროდუქტი, რომელიც გინდა მიიღო ქართულად და ეს კინოსაიტები შემოვლიან და აკვირდებიან ფაქტობრივად უკანასკნელი დარჩენილი სამურაის ისტორია მოხდა ესე. შენ კი მეგობარო, გამომიწერე, გაუზიარე მეგობრებს, ვისაც უყვარს ფილმები და სერიალები ეს ვიდეო, მე კი გემშვიდობით და მომავალ შეხვედრამდე.